საგარეო ურთიერთობების საბჭოს წევრები საჯაროდ კითხულობენ ლექციებს თუ როგორ უნდა დაიცვან Deep State-ი ტრამპისგან, განაცხადა მაიკ პენსმა. გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთში Deep State-ი არსებობდა ოლიგარქიული სისტემის სახით, თუმცა მოგვიანებით ჩვენ რუსეთზე კონტროლი დავკარგეთ. ის, რასაც ისინი ახლა აკეთებენ, ანალოგიის გავლებაა პუტინსა და ტრამპს შორის. ისინი ამბობენ, რომ ბორის ელცინზე ჩვენ სრული კონტროლი ჰქონდა, მასსა და მის ოლიგარქებზე. თუმცა შემდეგ პუტინი მოვიდა და მან მისი ბუნებრივი უპირატესობით მოახერხა რუსულ Deep State-ზე კონტროლის მოპოვება. ასე დავკარგეთ ჩვენ რუსეთზე კონტროლი. მთავარ საკითხზე, რომელზეც არავინ საუბრობს, იყო პუტინის გადაწყვეტილება, დაენაწევრებინა ოლიგარქია. სწორედ ამიტომ სძულთ მათ თუმცა პუტინმა არსებითად მოახერხა ის, რომ ოლიგარქები ახლა მისთვის მუშაობენ და არა რაიმე გარეძარებისთვის. რა თქმა უნდა და მას შემდეგ რუსეთის ეკონომიკა აღმავლობის გზას დაადგა. გაიზარდა ცხოვრების ხანგრძლივობა და შემცირდა ალკოჰოლზე დამოკიდებულება. რუსეთი კი მშვენიერ ქვეყანად იქცა. ოლიგარქია არ ემსახურებოდა რუსეთს. ეს არის დებულება. დიახ, ამ ისტორიის მთავარი ირონია კი ის არის, რომ საგარეო ურთიერთობების საბჭოს წევრები საჯაროდ კითხულობენ პუტინის მაგალითზე დაყრდნობით თუ როგორ არის შესაძლებელი Deep State-ის დაცვა ტრამპისგან, რათა შემდგომ Deep State-მა დაიცვას ისინი. ეს პირდაპირი ციტირება.